ალბათ ყველა თანხმდებით იმაზე, რომ იტალიელები ამზადებენ ერთ-ერთ საუკეთესო თოფებს მსოფლიოში. ისინი გამოირჩევიან თავისი დიზაინით, ერგონომიკით, ბალისტიკით და სხვადასხვა კარგი დადებითი საბრძოლო უნარებით. მაგრამ დღემდე ვერ ამოხსენი რა ფენომენია ლულაზე აი ესეთი სარემნის არსებობა, რომელიც არის ჩემი აზრით ვანდალიზმი და რომ შევხედავთ, არის უკანონო მიშენება. დღემდე ვერ გამიგია რა გახდა ერთი პატარა სარემნის მიჩრჩილვა ლულაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ლულები ერთმანეთზე მიჩრჩილვით არის დაკავშირებული, ტიპჟირის დასამაგრებელი ფეხიც მიჩრჩილულია ლულაზე. აი რა გახდა ერთი პატარა 1 სანტიმეტრიანი მიჩრჩილვა ლულაზე, რომ ეს ყველაფერი უფრო ესთეტიკურად, უფრო კარგად გამოიყურებოდეს. კი მართალია, ძრება შეგვიძლია მოუხსნათ ეს საღვედე და არანაირი უკანონო მიშენება არ იქნება ლულაზე, მაგრამ შემდეგ ღვედს ვეღარ გამოვიყენებთ. ყველაზე იაფიან თურქულ ორლულიან თოფებსაც კი ხვდებით, რომ აქვს მიჩრჩილული საღვედე და ამით არ არის დარღვეული ლულის გეომეტრია. ამას განსაკუთრებით იტალიაში მიმართავენ ესეთ ხსნად საღვედეს. ეს გვხვდება როგორც ბერეტაზე, ფაბარმზე, პედაცზე და სხვა წამყვან იტალიურ ბრენდებზე. ჩემი აზრით არ გვხვდება ეს არც ერთ თოფს და არის ვანდალიზმი.